ხო, ჩემ დაკავებაზე მხოლოდ ხუმრობით შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს არ არის არსებითი. ფაქტია, რომ ჩვენ ვართ დაკავებების სერიის, აი ამ პოლიტიკურად ვართ იმ ეტაპზე, როდესაც სისტემამ რუსული მოდელით გადაწყვიტა, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს თავისი ჭკუით ყველაფრის მოხრჩობით. აქამდე იყო ეტაპი, როდესაც რაღაცას კიდე ალამაზებდნენ, ჯერ ახალგაზრდები დაიჭირეს, საზოგადოების წარმომადგენლები დაიჭირეს და ეხლა გადავიდნენ ეტაპზე, როდესაც ყველას მოგაჭრით თავს, რაღაცა ესეთი გზავნილი არის. და მთავარი კითხვა, აქ არა აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ემოციურად სამწუხაროა, ვინ მოყვება ზუსტად. ჩვენ ამ მხრივ ეხლა სტატისტიკური ერთეულები ვართ რა, ელენე ხოშტარის დაიჭერე, თუ არ დაიჭერენ, ფაქტია, რომ პოლიტიკოსების დაჭერაზე არიან გადასულები. და ჩვენ კარგად გავაანალიზოთ რა ხდება, ხო? ჩემს ორი რამე ხდება. რა არის ეს რაც ხდება და კითხვა არის ის და იქვე დავსვავ ამ კითხვას რა უნდა დავუპირისპიროთ ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ადამიანები გვეცლებიან ხელიდან და ეგ არის მთავარი, ხო. პირველი რაც ხდება, ორი რამე ხდება. ერთი ჩემი აზრით, მათ შიგნით მართლა აქვს პრობლემები. ამაზეც უნდა მე არ მინდა რომ ეს აღქმა იყოს ამისი რომ პრობლემები და მთავრდებიან და ეს რაღაცა სადღეგრძელოების თქმა არ მინდა ეს ჯერ დამთავრების სტადიაში ვერ ვხედავ რომ არიან ნამდვილად არც სანქციების მასშტაბია საკმარისი და არც პროტესტია ამ ეტაპზე იმისთვის საკმარისი რომ ჩვენ ვილაპარაკოთ რომ სისტემა მთავრდება პირიქით სისტემა აგრესიულია მაგრამ მათ აქვს პრობლემები და ეს არის ფაქტი ეს არის ფაქტი აი რა არის ეს პრობლემები ჩვენ დღეს სხვათა შორის პირველები გაიხსნა მაგ რეპორტაჟით ბიზნეს ოჯახთანაც რომ დაძაბულობა აქვს რაღაცა დაკარგულ ფულს რომ ეძებს რაღაცა მოკლედ რაღაცების გარკვევაშია და ვხედავთ დაპატიმრებულებს ეკონომიკის მინისტრის ეკონომიკის იყო თუ არ ვწდები ეს რომეო მიქაუტაძე მოადგილეა დაკავებული გზავნილები რომელიც მოვისმინეთ ოხანაშვილისგან არის რაღაცები რაც ბევრ კითხვის ნიშანს ააჩენს და საინტერესოა უჩა მამაცაშვილი რომელიც ავარაუდოდ გაქცეულია მე ყველა ჭორს ვერ მივყვები პირდაპირ გეტყვით მაგრამ რა ინფორმაცია მოდის მაგრამ ფაქტი არის ხო როგორც არ უნდა ინტერპრეტაცია არ გააკეთო ფაქტია რომ მათ შიგნით აქვს რაღაც დაპირისპირება ამ დაპირისპირებაში ბიზნეს ნერვიულობა ჩანს ნამდვილად ეს ნერვიულობა ფულზეა, სანქციებზე, რაღაცა სხვადასხვა ტიპის გადალაგებაზე, ეს არის ფაქტი და ეს კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელ ამ პერიოდს ნამდვილად არ შეუძლია უკვალოთ და როგორც გარე, ასევე შიდა ზეწოლა მათზე ნამდვილად მოქმედებს. მეორე რაც ხდება არის ის, რომ გეოპოლიტიკური ვითარება მართლა ძალიან სერიოზულად იცვლება. ჩვენ ხედავთ ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც ძალიან მტკიცედ მოქმედებს. ეს არ ნიშნავს მე არ გულისხმობ ესე პირდაპირ რომ თქვა საქართველოსთან მიმართებაში ესე პირდაპირ ჩვენ ზუსტად ვიცით ამერიკა როგორი მოქმედებს აქაც გარკვეული ციტადელები რომელიც ამერიკას პოლიტიკოსების დაკავებასთან დაკავშირებით ძალიან ჩვენ ნახეთ დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან სერიოზული განცხადება ჩვენ ნახეთ ჩვენი პარტნიორების ბევრი რეაგირება ჩვენ დავბრუნდით მსოფლიო იმ რეჟიმში სადაც ერთის მხრივ ამერიკის პრეზიდენტი არის ძალიან ხისტად მოქმედი მეორეს მხრივ ევროპას ხავს ახალი ლიდერები, რომლებიც ლიდერობას ავლენენ, მერცი იქნება ბრიტანეთში ჩვენი მეგობრები და ზელენსკი პირველ რიგში ხო, რომელმაც ასევე შექმნა ესეთი ძალიან გამბედავი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც რუსეთს ადგილი არ არის. ჩვენ ხედავთ, რომ ირანს აქვს პრობლემები ზოგადად ბოროტების აი ამ ძალებს, რომლებიც მუდმივად ხან ტერორიზმის წყარო იყო სხვადასხვა ეს პრობლემები არის და შეუძლებელი არის რომ იმ სოფლიოს გადალაგებაში რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით საბოლოო ჯამში საქართველოს სწორი ადგილი მონახული არ იყოს. მესამე თემა არის და უკვე ცუდი და გულწრფელი მინდა ვიყო. ჩემი აზრით ერთადერთი რაც ამ ყველაფერს აკლია ეს არის ოპოზიციის კაფიო ერთიანი ძლიერი მოქმედება. თქვენ დღეს დაწერეთ, თუ არ ვცდები დღეს იყო ელენე, ეხლა მარტო დავრჩი და ვაცხადებ ერთიანობას მოქმედების დროაო, მესმის ეს გარკვეულწილად რა თქმა უნდა ხუმრობა იყო, თუმცა მარტო მართლა დარჩით, მე ლიდერებს გულისხმობ, თორე უამრავი ძალიან საინტერესო პოლიტიკოსია ყველა პარტიაში, ჯერჯერობით გიორგი გახარიაც გარეთ არის, ის არ იმყოფება რამდენადაც ვიცით საქართველოში. თქვენ რას აპირებთ, როგორ ხედავთ აი ამ ერთიანობას და რის გარშემო იცით, აი ყველა საუბრობს ერთმთავარი რის გარშემო რა თქმა უნდა და რის გარშემო უნდა მოხდეს ეს ერთიანობა აი რა არის ეხლა პირველი რიგის ამოცანა და რამდენად დაქცალდებათ ესეც ხო არის თემა იმიტომ არა მნიშვნელობა ჩემი აზრით ნიშნავს კიდე ვიმეორებ ყველნაირი სენტიმენტების გარეშე უფრო რომელს დაიჭერენ როდის არ არის მნიშვნელოვანი მთავარია რა პოლიტიკურ ხაზს დავტოვებ ჩვენ მათ შორის ლიდერები რომლებსაც გვაქვს პასუხისმგებლობა
და ჩემი აზრით კოალიციამ და კოალიციის ლიდერებმა და არა მარტო უკვე ვეჩვევი ნელ-ნელა სხვების დაჭერილები არიან, მამუკამაც, ბადრიმაც, საბოლოო ჯამში ვაშაძემაც და მთლიანად ოპოზიციამ დატოვა ხაზი, რომ არაფრის ფასად არ გეთანამშრომლებით. ამიტომ მათი დაკავება, ფუჭი დაკავება კი ისინი კი ვერ შეყარეს ციხეში. მათ მოუწიათ მათ არაღიარებასთან გამკლავება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ პირველი ვიტყვი ძალიან გულწრფელად. ის რომ ჩვენ ახლა არა ვართ ერთიანები, ჩვენი ბრალია. კი, ობიექტური მიზეზები იყო, რომ რატო ამ სხვადასხვა ტაქტი არა აქვს მნიშვნელობა. ისტორიულად რო გადახედო, რუსეთში ეს ნანახი გვაქვს, ბელარუსში ნანახი გვაქვს. ამ მომენტში ყველა რეჟიმი, ყველა ავტოკრატია ცდილობს, რომ ეს გამყოფი ხაზები შემოიტანოს და ჩვენ მათ თამაშს ვთამაშობთ, რომ ესეც ვერ მოახერხეთ გაერთიანება. ეხლა რა არის ეს გაერთიანება? მე ვფიქრობ და მე ამ დღეებს ვუთმობ მაქსიმალურად სწორედ გაერთიანებას ამ შემდეგი პრინციპების გარშემო. პირველი, ნულოვანი თანამშრომლობა რეჟიმთან. ეს უნდა იყოს, ჩვენ ყველა უნდა ჩამოვყალიბდეთ. მე მესმის და ეს მამუკამ და ბადრიმ გააკეთეს, რომელთანაც ყველა დიდი კამათი ჰქონდა, ხო, ჩვენ და მათ შორის ლელოსთან ჰქონდა კამათი ახლა ადგილობრივზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ იგივე გააკეთეს. მათ არის თანამშრომლობა. მათ არის თანამშრომლობა რეჟიმთან და ამის გამო არიან ციხეში. ამის გამო არიან ციხეში, მე დაკავებამდეც ვესაუბრე, მე მჯერა რომ გულწრფელად მათ ჯეროდათ აი ამ არჩევნების, არა როგორც არჩევნებში ან მოგების ან რაღაცა, მაგრამ ჯეროდათ რომ ეს რაღაცა ბრძოლის ფორმა იქნებოდა, ну, დღემდე ვერ ვეთანხმები. ამაში შეიცვალა თუ არა ეს მიდგომა ლევან სამუშია იქნება თქვენს მერე ჩემი მასთან დავაზუსტებ ამ თემაზე ამ მომენტში, ამ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ პრინციპი, იმიტომ კი არა ვის რა პოზიცია ქონდა, პრინციპის სახით ერთიანობა თუ არ შედგება იმის გარშემო, რომ რეჟიმს ტკივა არ თანამშრომლობა და ტკივა რატო? იმიტომ რომ ისინი ვერ აბრუნებენ ჩვეულებრივი მართვის ფორმას ქვეყანაში. ანუ შენ არ გეთანამშრომლობ. მაგრამ სამაგიეროდ ისინი ყველას იჭერენ და თქვენ თვითონ თქვით, ელენე, პოლიტიკოსები, ну, არ ვიცი ვინ გადარჩით და ამის შემდეგ რასაც ვისმენთ, ეს დაანონსებულია სამოქალაქო სექტორი, მედია, ვინც არ გვაღიარებს ციხეში. ანუ მთავარი რაც მათ ტკივათ, ეს არის სწორედ ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში 26 ოქტომბერს იყო არჩევნები, კიდე მანამდე დაიწყო ეს ბრძოლა, ხო, რუსული კანონებით, მათ ვერ მოახდინეს ის, რომ ისინი იყვნენ აღიარებულები ამ ქვეყნის მართველებაც, არ შიგნიდან არც გარედან. მეორე, ჩემი აზრით, რაც ამ პროცესს აკლია და ერთიანობა რის გარშემო უნდა იყოს, პროტესტზე პოლიტიკურმა სპექტრმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. და ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ. ცოტა გვიან ხო არ არის ეს? არაფერი არ არის. ამაზე საუბარი. ცოტა გვიან ხო არ არის? კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ლიდერები არიან ციხეში. მე გეთანხმებით და ძალიან მომწონს ეს თქვენი თვითკრიტიკულობა ნამდვილად, მაგრამ აი იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ახლა არის ქვეყანა, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც ვისმენთ, იგივე დღევანდელი ეს კომისია, რაც იქ მოვისმინეთ, ხო და რა გვარები და სახელებიც იყო ჩამოთვლილი. იგივე ის, რომ ხელმეორედ დაბარებას აპირებენ და ჩაგვერთეთო ზოგი საპატიმროდან ჩაგვერთოსო და ჩაგვერთო თუ არა და ეს საქმეები კлау პროკურატურაში იქნება გადაგზავნილიო. ანუ ეს ამბავი აქ ხომ არ გაჩერდება, არ ვიცი ამაში მეთანხმებით თუ არა. ეს ამბავი 7 და 8 თვით არ შემოიფარგლოს ამ ადამიანების პატიმრობა. არ შემოიფარგლება სამწუხაროდ, მეც მაქვს მოლოდინი რომ მეტი იქნება, ასევე სხვებსაც დაიჭერენ, ამაზე ლაპარაკი არ არის. აქ არის ლაპარაკი აქეთ მხრიდან რას უპირისპირებს შენ. ორგანიზებულ ძლიერ ძალას, რომელიც ამბობს, რომ რაც არ უნდა შენ მე ახლა რეპრესიებით მაშინო, მე მაინც ერთიანად გებრძვი და გებძვი ნიშნავს, რომ არ გაღიარებ და ქუჩაში ვარ, ამას უპირისპირებ თუ უპირისპირებ დაბნეულობას. აი ეხა ჩემი აზრით პრობლემა, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ მეორე პრობლემა არის, რომ აქამდე ეს არ მოხდა, მაგრამ ეხლა რაც უფრო სწრაფად ვიზამთ ამას, მით უფრო შედეგიანი იქნება ჩვენი წინააღმდეგობა, მათ შორის ჩვენი პარტნიორი, როცა გეოპოლიტიკაზე ვლაპარაკობდი, რომ გეოპოლიტიკური სურათი ლაგდება, ამ სურათს უნდა დახვდეს აქ ალტერნატივა. ამ სურათს, ამ ჩვენ პარტნიორებს აქ უნდა დახვდეთ რაღაცა სახე პოლიტიკური ალტერნატივის, რომელზეც ისინი გააკეთებენ საყრდენს. ამიტომ ჩვენ პროტესტზე პასუხისმგებლობას აღებას რო ვამბობ, მე არ გულისხმობ, რომ პროტესტია ან ცუდად აკეთებენ სხვები, ან რამე, მაგრამ პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რა სახის, რა ფორმის, როგორი, რა სიმწვავის გააქვთ ამასთან დაკავშირებით უკვე რაღაც ხედვა და ფიქრობთ, რომ აი ეს დრო რაც დარჩენილი გაქვთ, მე ცხადია მინდა რომ იყოთ თავისუფალი და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოთ, მაგრამ ახერხებთ ამას, ასწრებთ შეგიძლიათ ახლა უფრო მეტი კონკრეტიკა. კი, უფრო მეტ კონკრეტიკას გეტყვით. ამ ერთიანობის ფორმულა არის აბსოლუტურად ყველა და აი მე ვხედავ როგორ. ეს არის პრეზიდენტი, ყველა პოლიტიკური პარტია,
მე პირდაპირ ვაცხადებ, ის პარტიებიც კი, რომელთანაც მქონია კამათი, რომლებიც დაბრუნდებიან არაღიარების რეჟიმში, ყველა უნდა გავერთიანდეთ, პლუს აქტივისტები და არასამთავრობოები, რომლებიც არის ასევე არიან ბრძოლის ველზე და რომლებიც ზუგზეც გადადის ახლა მთელი ეს პროტესტი. აი ამათი ყველასი ერთიანობა უნდა იყოს, როგორც საერთო სახალხო წინააღმდეგობის სიტყვები უკვე მართლა ზოგჯერ მართლაკელში ამბობდის პლატფორმა წინააღმდეგობა, ხო, იცვითება ბევრი რამე, მაგრამ არსებითად ეს უნდა იყოს, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც მონაწილეობთ, იგივე, არ ვიცი, მე ხა გახარია რასაპირებს, არ ვიცი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ეხლა იქ გახარია, თქვა, იქიდან რაღაც არჩევენ, ანუ არ ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ მოხდება გიორგი გახარიას, ჯერ ისიც არ ვიცით ის დააპირებს თუ არა, რომ დაბრუნდეს. ნუ არ აქვს მნიშვნელობა, ნუ დაბრუნდება, იქ იმუშაოს საქართველოს ინტერესებისთვის, მე არა მაქვს არც ბევრი სიმპათია, მაგრამ არც ჯინი მაქვს მისი, ამიტომ ყველა ვისაც შეუძლია რომ ფუნქცია შეასრულოს ამ რუსულ რეჟიმთან დაპირისპირების, ყველამ უნდა ეს ადგილი უნდა განისაზღვროს და ორგანიზებულად უნდა გადაწყდეს, რომ მართლაც გადავდივართ ბრძოლაზე და არანაირი ცალკე პარტიების, ჩვენ ყავს ძალიან კარგი ახალგაზრდები მათ შორის, ხო? აი ამ პარტიების ყველა პარტიის პრაქტიკულად ახალგაზრდული ფრთები არიან, აბსოლუტურად აი ესე შეკრულები არიან. ამიტომ ჩვენ ეხლა ყველა პრეზიდენტმა და მე მაქვს კიდევ რომელიც ასევე შეიძლება აღმოჩნდეს დაკავებული, დღეს გაიჟღერა მისმა სახელმწიფო და გვარმა და დაბარებული და ბოიკოტის შემთხვევაში და სავარაუდოდ ასეც იქნება. ყველა შეიძლება იყოს დაკავებული, მაგრამ ამ დაკავებას ექნება უფრო დიდი ფასი, უფრო მეტად ტკივნეული იქნება ოცნებისთვის თუ ჩვენ მათ დავხვდებით ორგანიზებულად. აი მაგალითად ის რომ დააკავე, რა ფორმითაც დააკავეს ეხა არაღიარებისთვის არის ბევრად უფრო გამაძლიერებელი ჩვენი ფლანგის და ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერის, ვიდრე აი ხა უკრაინას რო წაუყენეს მეზობელს ეჩხუბაო, ხო? ანუ ოპოზიციამ შეძლო არა მარტო ის რომ ერთად დადგა და არ ეთანამშრომლა, არამედ შეცდომები დააშვებინეს. ეს არის ბრძოლის გარკვეული ფორმა. მე მესმის ეს ყველაფერი, შეიძლება სადაო იყოს ამ ვითარებაში, რა უფრო სასარგებლოა რომ პოლიტიკოსები გარეთ ყოფილიყვნენ და ის გეგმა რომელზეც ახლა საუბრობთ და ყველა როდესაც საუბრობთ ერთიანობაზე, მაგრამ მართლაც ვერადა ვერ დადგა ეს ერთიანობა, ეს გაგეხორციელებინათ თუ ეხლა რაც ხდება. რეალობა და მოცემულობა გვაქვს, ეხლა აქედან უნდა გამოვიდეთ. აი თქვენ ახსენეთ საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი, მე მოვისმინე მთელი ამ დღეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დააკავეს, კიდევ უფრო გააქტიურებულია შეფასებები, ძალიან მკაცრია შეშფოთებები. არის კი ეს საკმარისი, რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება მეტი გაკეთდეს. ეხლაც არიან თქვენი კოლეგები ბრიუსელში არიან, ხვალ იქნება დებატები და ამ თემაზე რა თქმა უნდა ცხადია, მაგრამ მხოლოდ განცხადებებით უნდა შემოიფარგლონ ახლა და რამდენად დაეხმარება ეს თუნდაც პროცესს. სამი ამოცანა. რო არ ვიყოთ მარტო გეოპოლიტიკაზე დამოკიდებული. დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ, უბრალოდ გეოპოლიტიკა არ უნდა გაგვეპაროს ხელიდან და შესაძლებლობები, თორე არაფერს დამოკიდებული ჩვენი თავის გარდა არ უნდა ვიყოთ. კი, ჩვენი დელეგაცია ახლა მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის დელეგაცია გიგა ლემონჯავა, გიორგი ბუტიკაშვილი არიან სტრასბურგში, თინა ჩავიდა დღეს იქ ბოკუჩავა, რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ამ ფრონტზე მუშაობას. პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან კარგი ტურნე, ძალიან კარგი შეხვედრებით. სამი ამოცანა გვაქვს ჩემი აზრით ჩვენ საერთაშორისო ფრონტზე. პირველი არის მათი არაღიარების გამყარება, მეორე არის ჩვენი აღიარება, ალტერნატივის აღიარება, ოპოზიციის როგორც საყრდენის აღიარება და ეს სამუშაოა და მესამე ეს არის რა თქმა უნდა სანქციები იმ ტკივნეულ ადგილებში, რომელიც მათ ტკივათ. სანქციების მასშტაბი არის გასაზრდელი. ეხლა რა მასშტაბისაც არის სანქციები, არ არის არც ყველაზე მტკივნეული და არც ამოწურული, ანუ არ არის მისული რაღაცა ზღვრამდე, მათ შორის მეტი შეუძლია ნამდვილად. ზღვარი არის ალბათ ბიძინა ივანიშვილი, რაც ყველაზე მეტად ბიძინაც და სხვების ფინანსური, სამგზავრო და ასე შემდეგ. ანუ კიდე არის რესურსებზე ჩვენ ახლა დეტალებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ნამდვილად მუშაობთ, მათ შორის ბიზნესმენებმა უნდა იცოდნენ, თუ მათ არჩევანი გააკეთეს რუსული რეჟიმის სასარგებლოდ, მათ რუსეთში ნამდვილად ვერც დოლარებს დააგროვებენ და ვერც სიმდიდრეს დააგროვებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი ფაქტორი არის, მაგრამ ეს სამი რამ გვინდა, ამათი სრული იზოლაციის გაგრძელება, ოპოზიციის გამოჩენა საერთაშორისო. აი ხა დღეს ქვეყნის გარეთ სალომე ჩანს, მაგრამ მთლიანად ალტერნატივა პოლიტიკური ოპოზიციის
არ ჩანს, რომელიც იქნება საყრდენი და პარტნიორი. აი მე კიდე უნდა დავსვა ეს კითხვა ელენე, ხომ არ დაგვიანდა, იმიტომ რომ აი დადიოდით ვიზიტები გქონდათ, დაანონსდა რომ გექნებოდათ ერთობლივი ვიზიტები სხვათა შორის, რომ აი სალომე ზურაბიშვილთან ერთადაც გაემგზავრებოდით, მაგრამ აი ამასობაში მივედით იქამდე, რომ 7 პოლიტიკოსი არის დაკავებული და ერთი აგერ დაკავებას ელოდება, რა წუთში რა მოხდება, არავინ იცის, როდის გადაწყვეტს ახლა ივანიშვილი თქვენს დაჭერას? რა თქმა უნდა, დაგვიანდას ვერაფრით ვერ ვიტყვი, იმ თვალსაზრისით, რომ არასდროს გვიან არ არის სწორი რაღაც გაკეთება. რა თქმა უნდა, სასურველი იყო, რომ მანამდე გაგვეკეთებინა, მანამდე უფრო ორგანიზებული ყოფილიყავით, მაგრამ პოლიტიკოსები დაჭერით რაღაცა დასასრული კი არ არის. პირიქით პოლიტიკოსების დაჭერა მაჩვენა, რომ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური სპექტრი და აჩვენა სხვებსაც. და მადლობა მათ ამისთვის. მადლობისთვისაც კი არ არა, მე მინდა დავწერე კიდეც და გულწრფელი მადლობა მინდა თვითონ მათგანს. ქვეყნებს, სადაც როცა ადამიანებს იჭერენ, ისინი გამოსულაზე ზრუნავენ უბრალოდ და არა ბრძოლაზე და დღეს ჩვენ ვაშაძის წერილი რო ნახოთ დღევანდელი. ამუკა ხო, ყველასი, ჩვენ დღეს ყავს პოლიტიკოსები, რომლებიც უბრალოდ დაჭერილები კი არ არიან, დაჭერილები რო არიან, სისტემას კიდევ აშიშვლებენ, კიდევ ეწინააღმდეგებიან, კიდევ ებრძვიან, ზუსტად ისევე როგორც ის პოლიტპატიმრები. ამიტომ ეს დაჭერის ეტაპი არის მძიმე ეტაპი, მაგრამ ასევე მაჩვენებელი რა ტიპის საზოგადოება ვართ. არის ქვეყნები, სადაც პროდასავლური ოპოზიცია არ არსებობს. ჩვენ ქვეყანაში აღმოჩნდა, რომ არსებობს პროდასავლური ძალიან მაგარი ახალგაზრდული, არა მარტო ახალგაზრდული, აქტივისტური დიდი სივრცე და არსებობს ნამდვილად ძლიერი პოლიტიკური პროდასავლური სპექტრი. ამიტომ ეხლა რაც აქამდე ვერ მოვახერხეთ, ობიექტური, სუბიექტური მიზეზების გამო უნდა მოვახერხოთ და ჩვენი პარტნიორებთან ერთად, რა თქმა უნდა, ესე უნდა. აი ამ დაკავებების შემდეგ თუ იყო უკვე ამაზე შეხვედრა, საუბარი, იგივე პრეზიდენტთან თუ ჰქონდათ ამაზე საუბარი და თუ გაქვთ უკვე რაღაცა კონკრეტული დაბიჯები. მე რატომ გეკითხებით ამას ყველაფერს ასე დაწვრილებით და რატომ ვთვლი რომ საინტერესოა, იმიტომ რომ მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, მეც მაქვს ფოთვა, მეც მინდა დავინახო უფრო მკაფიოდ მომავალი, მეც მაქვს გარკვეული და ძალიან ბუნებრივია შიშები, რომ ვაიმე, ეხლა რო ყველა ციხეშია, რა იქნება შემდეგ, ვინ იქნება შემდეგი, მე და ყველას ვავს ამ შეკითხვას, ხო? როგორი განწყობაა საზოგადოებაში, ჩვენ და როგორ უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას, ესაუბროთ უფრო სწორად თქვენ, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ამიტომ ვსვავ ამ კითხვებს, რომ უფრო მეტად დავინახოთ სურათი. აბსოლუტურად ლეგიტიმურია კითხვა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ჩემი აზრით ბოლო პერიოდში აი ეს სიცხადის არარსებობა ჩვენ სტრატეგიაზე, პოლიტიკურ სტრატეგიაზე მართლა პრობლემა იყო. ვინ მართალი, ვინ მტყვანი ამაში არ შევალ, მაგრამ ის რომ ერთი თვე თუ ორი თვეა პოლიტიკური სპექტრი კამათობს, რა გზით წავიდეს და ასე შემდეგ, ეს დემოტივაციას იწვევს. დაჭერები ვერ გამოიწვევს დემოტივაციას, თუ ჩვენ ვართ ერთიანები, მიზანმიმართულები და ოღონდ მე ეხლავე ვამბობ, დარწმუნებული ვარ ამ ერთიანობაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრს კამათობდით მე და მამუკა, ერთად ვიყავით მისი დაკავების მომენტში, ეხლაც ერთად ვართ. ირაკლი კუპრაძემ, თელმა ლელოს გუნდმა უნდა იცოდნენ, რომ არანაირი ჩემთვის განსხვავება, არანაირი პარტიული ხაზები არ არსებობს. ყველა გასაჭირში ვართ ერთად, ოღონდ რაც თავარია, მარტო გასაჭირში კი არ ვიყოთ ერთად, ბრძოლაში ვიყოთ ერთად, მალე დავხუროთ საკამათო საკითხები, მალე ვიპოვოთ ესე იგი წინ წასასვლელი გზა და ეს არის განწყობა ყველას. გქონდა ჩვენ გუშინას დღესაც კომუნიკაცია, ყველას განწყობა ეს. რჩება საკამათო საკითხებად, არის ეს კვლავ ადგილობრივი? ჩემი აზრით, მარტო ადგილობრივი არ არის, ადგილობრივი ვერ წარმომიდგენ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ერთობა ამაზე ვერ შედგება, მაგრამ ადგილობრივის ალტერნატივა, ანუ რას როგორ ვიბრძვით? ეს ხა ჩვენ რაღაცნაირად ამ კამათში შევყევით, რომ ადგილობრივი კი თუ არა, ეს კი არ არის თემა. ადგილობრივი რა თქმა უნდა არა. როგორ ვიბრძვით? ხო, სწორედ ისინი ვინც ამას ემხრობიან და ემხრობოდნენ, სწორედ ამას ამბობდნენ, რომ აქ გადის ბრძოლის ხაზი მათი აზრით და თქვენ ვინც ბოიკოტის მომხრეები ხართ, ის და ამბობთ, რომ პირიქით დაუმორჩილებლობა ბოიკოტი. მოკლევადიანი ამოცანა არის ჩემი აზრით 4 ოქტომბრის ვითომ არჩევნების დელეგიტიმაცია, ანუ ჩვენ ზუსტად აი რასაც მამუკა გულისხმობდა და მესმის რომ აი ვიაროთ ყველგან ხალხს ვეკონტაქტოთ, ეს ხალხთან კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მუდმივად, ოღონდ კამპანია ზუსტად სიმართლის კამპანია უნდა ჩავატაროთ და სიმართლის კამპანია არის რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს და ქვეყანა სადაც უმრავლესობა არის, რომელიც არის პროდასავლური, არ არის რუსული, ჩვენ უნდა შევძლოთ შევკრათ ეს უმრავლესობა, თქვენ რომ არ გაგივათ ეს არჩევნებიც. ეს არის ერთი მოკლევადიანი ამოცანა. მეორე ამოცანა, რაზეც
ლაპარაკი არის აი ამ პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, ერთობის შექმნა, არ თანამშრომლობა არაფრის ფასად, საერთო რესურსების გაერთიანება და ჩვენი პარტნიორებისთვის ჩვენება, რომ საქართველო არის არა რუსული ოცნება, არამედ არის აი ეს პროდასავლური სპექტრი. კი, და თქვენ წეგან დაიწყეთ, მაგრამ გონი ვეღარ დაასრულეთ. მე ვიკითხე უთანხმოების თემები რა არის თქო და ადგილობრივი არის ეხლა არსებითად ეს იყო, მაგრამ ჩემი აზრით ეგ ცუდია რომ ადგილობრივი კი არ უნდა იყოს საკამათო, ამას რომ ჩვენ უნდა სწრაფად გადავიდეთ ეტაპზე, რომ როგორ ვიბრძვით ამაზე სწრაფად ჩამოყალიბდეთ და არა ის რომ გადიხარ არ გადი. ფაქტია რომ ვერ გავდივართ. ეხლა ეკა სასაცილო არ იქნება ამის გარშემო ერთობა და მე ვერ წარმომიდგენია რომ აი ამ პირობებში ადგილობრივი რა არის, არჩევნები რა არის, სუბიექტი უნდა მონაწილეობს და წესები უნდა იყოს. სუბიექტები ციხეში არიან და წესები არ არსებობს და ეხლა მართლა თავს ხო არ მოვიტყუებთ ხო? ამიტომ თავარი არის ახლა ჩვენ შევჯერდეთ ყველანი როგორ ვიბრძვით, რა არის ალტერნატიული გზა, რაზეც ხედვა კონკრეტული ხედვები არსებობს და მე დარწმუნებულია რომ შევჯერდებით. იმედი მაქვს მეც რომ შეჯერდებით ამაზე ყველაფერზე, იმედი მაქვს რომ მოასწრებთ და საზოგადოებას დაანახებთ, იმიტომ რომ ადამიანებს სჭირდებათ აი ეს რაღაც იმედის ნაპერწკალი, რაღაც ხელშესახები, შედეგი, მით უმეტეს აი ახლა ასეთ დაბნეულ მდგომარეობაში, როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკოსების უმეტესობა არის ირაკლი კუპრაძე მირეკავს და დაჭერილი ირაკლი კუპრაძე, სხვათა შორის დღეს ჩემი სტუმარი უნდა ყოფილიყო. მე დაურეკე დღეს მე თვითონ და ანუ აი ეს ამას იმის ნიშნად ვამბობ, რომ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში და მართლა თანამებრძოლები ვართ და ყველაფერი დაალაგდება ისე რომ აუცილებლად შევჯერდებით. იმედი მაქვს მეც და ვისურვებ რომ ეს ყველაფერი დაალაგდეს. უპასუხეთ ირაკლის და არ შეგაყოვნეთ ლევან სამუშიას კი დაუძახებ უკვე ეთერში. ელენეს ვემშვიდობები, იმედია რომ დიდ